პირველ ადგილზე გავიდა საქართველოს ეროვნული ინტელექტ ჩემპიონატი ეტალონის 2016-2017 სასწავლო წლის ეტალონი მოსწავლე გახდა საგერი ვახტანგ ჩაჩხიანი ლაილაში საჯარო სკოლა მე-11 კლასი სად არის ვახტანგ ჩაჩხიანი გამოდი სად არის მოდი სრული სიჩუმე და კიდევ ერთი საინტერესო რამ. ჯერ კომპანიის წარმომადგენლებმა მიულოცა. ბატონ გოჩა, სიმართლე გითხრათ, ბევრი ასეთი მსგავსი ღონისძიების, ხალხმრავალი ღონისძიების მონაწილე ყოფილა, მაგრამ ასეთი ემოცია პირველად მაქვს. მე მინდა პირველ რიგში მიულოცო გამარჯვებულს და მინდა ერთი რამ გისურვო, რომ ყველაფერი რაც მიიღე ეს მატერიალური იქნება თუ რაც იქნება სწავლას მოახმარე. ამით ძალიან ბევრ წინს იყიდი. ძალიან ბევრ ინფორმაციას მიიღებ და ყველაზე დიდი ინვესტიცია ადამიანმა რომელმაც შეიძლება ჩადოს ბიზნესში, ყველაზე დიდი ბიზნესი არის ცოდნა, სწავლა. სწორედ ამას მოაქვს შენობაც, კეთებაც, წარმოებაც, ინდუსტრიაც, ყველაფერი და მე ძალიან მიხარია რომ სწორედ ამის მონაწილე ვარ. გილოცავ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო რომ სწორედ ამის მომსწრე შემიძლია ვთქვა რომ იბერია ნამდვილად გავწყინდება. სწორედ ამ ბავშვების აი ასეთი წარმატებული საქმიანობით გილოცავთ კიდევ ერთხელ და ღმერთმა გაგაძლიეროთ და კარგად გამყოფოთ. და ერთი რამ მინდა კიდე აღვნიშნო, რომ ყველა გამარჯვებული რეგიონიდან არის. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მე მიხარია რომ რეგიონები სწორედ თავის მოწოდების სიმაღლეზე არიან და მინდა ყველა რაიონს, ყველა ქალაქს ყველას აბსოლუტურად მიულოცო ეს გამარჯვება და წარმატება. ეს ყველას გამარჯვება არის და ისიც მიხარია რომ ბათუმში ხდება ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. ანაგი. გილოცავ კიდევ ერთხელ. ნამდვილად ცოდნაზე ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ. ძალიან ყოჩაღი ხარ. აი ძალიან ყოჩაღი ხარ და რა ვიცი, ძალიან გილოცავ. კიდევ ჩვენი კომპანია აი ასეთი მსგავსი ტიპის პროექტებს ყოველთვის დაეხმარება, ყოველთვის გვერდში დაუდგებით, ამაზე კარგს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. რა ვიცი, გილოცავ. ბატონ გიორგი. მე კიდევ ერთხელ მინდა მოუხადო უდიდესი მადლობა მასწავლებლებს, ვინც ეს ცოდნა შეგძინა, ვინც დაგეხმარა ამ ცოდნის მოპოვებაში. მე მინდა მოგილოცო დღევანდელი დღე, ალბათ ღელავხარ. მე მინდა ყველას, ბატონ გოჩას განსაკუთრებით ყველას გადაუხადო დიდი მადლობა ასეთი კარგი პროექტის არსებობისათვის. მოგილოცო დღევანდელი დღე. მე მინდა ყველა კომპანიას, ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც დაგვეხმარა, ვინც გვერდით დაგვიდგა და ამ ახალგაზრდა ნიჭიერი ბავშვების ცოდნა, ნიჭი, უნარი თავისებურად დააფასა, ყველას უღრმესი მადლობა. გილოცავ და წარმატებებს გისურვებ. ბოლოს სიტყვის ის სიტყვას ერთი წამით არ გაინძრეთ. ქალბატონი ლია გიგაური მიულოცავს ბოლოს მისი სიტყვა და ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს ამ ბავშვის, მისი მშობლების და პედაგოგების სახელზე საქართველოს ჰიმნი, რომელიც თითოეულ თქვენგანს ეკუთვნის. ქალბატონ ლია მიულოცეთ. ვულოცავ გამარჯვებულებს, ვულოცავ ყველა მონაწილეს და მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენ ვესწრებით ცოდნის და ინტელექტის ზეიმს და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. მინდა დაიმახსოვროთ ეს სახეები, რომლებიც სცენაზე არიან. ეს არის მომავალი ძლიერი საქართველო და რა ხდება დღეს საქართველოს სკოლებში, ხშირად რომ სვამენ შეკითხვას. აი ეს ხდება ჩვენ მომავლის ადამიანურ კაპიტალს ვქნით. ყველას გილოცავთ, იმიტომ რომ ამ გამარჯვებაში თვითეული თქვენთაგანის მშობლების, მხარდამჭერების, ბავშვების, სკოლების, დირექტორების, მასწავლებლების წვრილია. დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს და განსაკუთრებულად მინდა მიულოცო ადამიანს, რომელმაც თავის და მოულოდნელად, მაგრამ დიდი შრომის ფასად დღეს პირველი ადგილი დაიკავა.
და მიულოცო ასევე საქართველოს, რომ ამდენი მხარდამჭერი გამოუჩნდა ცოდნის ზეიმს. ყველა იმ კომპანიას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა, ვინც გვერდით დაგვიდგა ამ პროექტში და რა თქმა უნდა, მინდა მიულოცო მთლიანად საქართველოს მომავალს, ახალ თაობას, რომ თქვენ გაქვთ ასპარეზი გამარჯვებისთვის. აი ასეთი პროექტებია თქვენი დამხმარე მომავალში წარმატებების მისაღწევად. დიდი მადლობა ყველას. გილოცავ ჩემო კარგო. მოდი აგერ შუაში დადექი. დაგვიდექით გვერდზე. ახლა ადამიანი, რომელსაც პირველად ექნება გამოსვლა. პირველად საქართველოში. რა იცით რა მამულიშვილი დგება? რა იცით რა მშენებელი? შეიძლება ლაპარაკი გაუჭირდეს, მაგრამ მიდი. აქ ყველაფერი ყველაზე ძლიერები არიან. გისმენთ? მადლობას ვიხდით ასეთი კარგი პროექტის შეტარებისათვის. მინდა მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც გვერდში მედგენ, მის დამეხმარ ესეთი დიდი გამარჯვების მოპოვებაში და ძალიან მადლობელია და გახარებული ვარ. ღელავს ძალიან, მოდი შენ მიეხმარ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, დამსწრე საზოგადოებას, ჩვენს გულშემატკივრებს, ასევე მათ, ვინც გავგილამაზეს ეს დღე და მართლა ძალიან საპასუხისმგებლო არის ჩემთვის მეორე ადგილის დაკავება. ძალიან დიდი მადლობა ყველას. დედა არის აქ, ამ ყმაწვილის დედა, გაინტერესებ დაინახოთ. აი ახლა გაჩვენებთ, ვინ შობა ასეთი კარგი ყმაწვილი. აპლოდისმენტები ამ ოჯახს, ამ ქალბატონს, ტაში არ მომეწონა. მობრძანდით. მობრძანდით, აი აგერ. ხაგერი, მოდი. დიდი მადლობა ეტალონს, დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ლაილაშის საჯარო სკოლის მასწავლებლებს. ყველა ღელავს, მას ასე ვამთავრებთ იმით, რაც ყველაზე ძვირფასია. საქართველოს ჰიმნი, რომელიც ყველამ უნდა გაიგონოს, ისწავლოს, მოისმინოს, გთხოვთ გაუშვათ. She